საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ, დაწერენ, რომელიც 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება და 4 სესიად ჩატარდება. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველ სესიას აბიტურიენტები ჩააბარებენ დღეს დილით, მეორე სესიას დღეს შუადღისას, რომლის რეგისტრაცია 2 საათზე დაიწყება, ხოლო საგამოცდო პროცესი 3 საათზე და ასევე გაგრძელდება ხვალ აბიტურიენტები ხვალაც ერთიან ეროვნულ გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. მე ახლა სწორედ ვიმყოფები ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრთან, სადაც რეგისტრაცია დაიწყო დღეს დილით 8 საათზე, გაგრძელდა 1 საათის განმავლობაში და საგამოცდო პროცესი აბიტურიენტებმა დაიწყეს ზუსტად 9 საათზე და უკვე 1 საათზე ცოტა მეტია, რაც ეს საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს. უფრო დეტალურად ჩვენ შეგვიძლია იმ აბიტურიენტების კომენტარები მოვისმინოთ, რომლებსაც დღეს გამოცდების დაწყებამდე გავესაუბრეთ. მართლა დამღელავ, მაგრამ იმედია ეს მთლიანი წლის რაღაც შრომა ყველაფერი დაფასდება და რაღაც ისეთი მოვა, რასაც ველოდები. ჯავახიშვილში ვაბარებ ინგლისურ ფილოლოგიაზე მინდა და ნახოთ რა იქნება. ფიქრობ, რომ საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ მთელი წლიდან გამომდინარე გავუკლავდები იმედი. ფიქრობ, ნაყოფიერი წელი მქონდა და ნერვიულობაც არ მაქვს, ასე ვთქვათ. უბრალოდ წინა საგამოცდო განცდები, როგორც იცის მღელვარება რაღაც მოლოდინები, ალბათ ვიტყოდი, რომ უფრო მაღალი. მინდა რომ იმედები გავამართლო ადამიანებს, რომლებსაც შეერათ ჩემი და რომლებმაც ამდენი შრომა გაიღეს ჩემი ჩასაბარებით, ასე ვთქვათ. ცოტას ნერვიულობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კარგად დავწერ. რთული იყო, იმიტომ რომ მაინც ნერვიულობა და ეს ფოტო მქონდა, მაგრამ ეხლა რავი, აქ რომ მოვედი, აღარ მეშინია. რავი, ჩვეულებრივად ვარ, არ მეშინია არაფრის და ვიცი რომ ჩავაბარებ კარგად. იმ საგამოცდო ცენტრთან, სადაც მე ვიმყოფები, დღეს აქ იმყოფებოდნენ გამოცდების დაწყებამდე საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი. მათ გამოცდების დაწყებამდე ჟურნალისტებთან გააკეთეს კომენტარი და განაცხადეს, რომ საქართველოს მასშტაბით გახსნილი არის 24 საგამოცდო ცენტრი, მათ შორის საგამოცდო ცენტრი თბილისის გარდა გახსნილი არის ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში და ასე შემდეგ და მათივე ინფორმაციით წელს გამოცდაზე დარეგისტრირდა 39,000-ზე მეტი აბიტურიენტი. უფრო დეტალურად გთავაზობთ ახლა როგორ მიმდინარეობდა ეს საგამოცდო პროცესი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ნინო წერეთლის კომენტარს. დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით. ამ წუთის მდგომარეობით 24 საგამოცდო ცენტრში სრულდება რეგისტრაცია, ჯერჯერობით 7 პროცესში მიდის ყველაფერი და დარწმუნებულები ვართ, რომ ასეც დამთავრდება. 39,000 აბიტურიენტი გადანაწილებულია ამ 24 ცენტრში. ჩემი რჩევა და თხოვნა იქნება, რომ ნებისმიერი გამოცდის დაწყებამდე, რაც საგამოცდო ბარათზე უწერიათ დრო, ეს გახლავთ პირველი სესია 8 საათი და მეორე სესია 2 საათი, დაგვიანების გარეშე გამოცხადდნენ. ბოლო გამოცდა ჩანიშნულია 23 ივლისს. ამით დავასრულებთ მთლიანად საგამოცდო პროცესს, სადაც 80,000 გამოცდასწრელი მიიღებს მონაწილეობას. როგორც უკვე გიამბეთ, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და დასრულდება 22 ივლისს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ გამოცდაზე 93%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა და მათივე ცნობით ერთმა აბიტურიენტმა დააგვიანა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა აბიტურიენტს მოუწოდებს, რომ აუცილებლად ძალიან ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილს, რადგან მათი ინფორმაციით დაგვიანებული აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაიშვება.